გამარჯობა, დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი გახლავთ პოლიტიკის მეცნიერების დოქტორი სოსო მანჯავიძე. სანამ სტუმართან გადავასაუბროთ, გთხოვთ რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი და მოგეწონებათ რასაკვირველია ჩვენი ვიდეო და ლაიქოთ და დააკომენტაროთ. ეს ჩემი არხისთვის ძალიან კარგი იქნება და შესაბამისად განვითარდება არხი. მიუხედავად იმისა, რომ პატრიარქი ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი ფიგურა იყო რეალურად, მაინც რაღაცა უფრო მეტი გამოჩნდა თითქოს ამ დღეებში. მე პირადად მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება მქონდა მოლოდინი, რომ იყო ნამდვილად ესეთი დიდი ავტორიტეტის მქონე ფიგურა, მაინც არ ველოდი, რომ ამდენი ადამიანი გამოვიდოდა და თუნდაც პანაშვიდისთვის 7-დან 12 საათამდე დადგებოდა რიგში. რა იყო ეს საქართველოსთვის, აი ეს დღე, ამ დღეებმა რა აჩვენა რეალურად თქვენი გადმოსახედიდან? პატრიარქი იყო განასახიერებდა ჩვენ მრავალსაუკუნოვან ქრისტიანულ ისტორიას. ქრისტიანობის ისტორიას სიმბოლო იყო, ასე ვთქვათ. გარდა თავისი უზარმაზარი პიროვნული 8 წლისა, რომელიც მას ჰქონდა და თვითონ პიროვნება იყო ის ძალიან ესეთი გამორჩეული, ის განასახიერებდა ასევე საქართველოს ისტორიას და ის იყო ქართული კულტურის, ქართველი ერის იდენტობის სიმბოლო იყო. ის ამავე დროს გარდა იმისა, რომ იყო პატრიარქი, მღვდელმთავარი იყო კულტურის ორგანიზატორი ასევე. ასე დავარქვევდი, ხო? მის გარშემო იყრიდა თავს დიდი ხნის განმავლობაში ჩვენი ის რასაც ჩვენი ეროვნული სიმბოლოები ყველაფერი საუკეთესო და შესაბამისად ქართველი ხალხი გამოხატავდა ქართველმა ხალხმა გამოხატა თავის დამოკიდებულება ამის მიმართ, მისი პიროვნების მიმართ და ზოგადად ღირებულების სისტემის მიმართ, რომელიც ჩვენი ორგანულია და ისტორიულია. აქედან გამომდინარე, გასაკვირიც არ იყო ის რიცხვი ადამიანების, მთელი საქართველო იყო ფაქტიურად, ვინც შეძლო ყველა მოვიდა და ვისაც ფიზიკურად და ვინც არა კიდე ადასტურებდა თავის პატივისცემას, გარდა გაუშვათ გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომელსაც პროფესიად არ გადაქცეული ლანძღვა გინება უარყოფითი ემოციების გამოხატვა. ეს გასაგებია და გარდა ამისა არის კიდე რაღაც ბოღმები და აკვიატებული აზრები და უშუალოდ უახლესი ისტორიის ინტერპრეტაციის შესახებ. და მათ აქვთ ახლა ეს სხვადასხვა იმებიდან ჩანერგილი ესე იგი აზრები და ახმოვანებენ ამას ამ ფორმით, თუმცა მათი ხმა ჩაიკარგა და უშუალოდ იმ გრანდიოზულ ასე ვთქვათ გრანდიოზულ რიცხვში, რომელიც ყველამ დავინახეთ, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ ეს ასევე და საქართველოს შესახებ თითქოს პატრიარქის მიმართ ასე თქვა დიდმა სიყვარულმა, რომელიც გამოიხატა დაანახა მთელ მსოფლიოს ეს. ანუ სად არის ეს ქართველი ხალხი და ვინ არის ქართველი ხალხი და ვინ წარმოადგენს რეალურად რა ინტერესებს წარმოადგენს. და ის გრანტები, რომელიც გაღებული იყო ამ ტრადიციული ღირებულებების მოსაშლელად, აღმოჩნდა, რომ ტყუილად ესე იგი ამაოდ დაშვნენ ის გრანტის გამცემნი და რეალობა ესეთია, როგორიც არის და რაც არ უნდა იძახოს კაია კალასმა და ურსულა ფონ დერ ლაიენმა და ანა ფოტიგა თუ ვინც უიქჩიენენენ და მარკეტოვა, მოraquი მარკეტოვა. მარკეტინგიც არ უნდა გააკეთონ ახლა მარკეტოებმა, ხო? რეალობა ეს არის. ხო და ამ მოუწევთ ამის მიღება. რაც შეეხება ზოგიერთების გამოხტომებს იმის შესახებ, რომ აი ახლა რაღაც თითქოს ამით გადაჭარბება მოხდა, რაღაცის კერპი, რაღაცებს ლაპარაკობენ. ახლა აბა სხვანაირად როგორ წარმოედგინათ, როგორ უნდა გამოეხატა ხალხს პატივისცემა, რა უნდა იქნა, არ უნდა მისულიყო, მივიდა და თავისი პატივისცემა გამოხატა. და ეს სწორია რა არის ამაში, რა დაინახეს. გასაგებია რომ ზოგიერთი გამოხატავს, რომ აი რა ამდენი ხანი რა როგორც წესი და რიგი იყო, ზუსტად ისე მოხდა, ხო, ჩვეულებრივი, რაზეც ჩვენ მიჩვეული პანაშვიდი რაც არის, ის იყო. არის, უბრალოდ გასაგებია რომ მეტი ადამიანი მივიდა თუ არ უნდა მისვლა და უშუალოდ არ განიცდიდა რითი შეწყვეტა. რო გამოხატავენ, რომ მიჩვეულები როა რითი შეწყვეტა, ხელი შეუშალეს ვინმე, ძალით მიიყვანეს.
და აიძულეს რომ იქ დაუშვათ მისულიყო თუ რა თუ ადამიანებს უგზავნებენ თავიანთი იმის მათი ტვინში ესე ხდება ხო კიდე გამომდინარე სრულად უადგილო და უაზრო ასე ვთქვათ უარყოფითი ემოციებია და დაიტოვონ ეს ემოციები შეეცადონ თავისთან ნუ აღიზიანებენ ადამიანებს არ არის საჭირო გაღიზიანება თუმცა ეს მათი პროფესიაა და რა ვქნათ ახლა ამაში უხდიდნენ ამდენი ხანი ფულს და მაგრამ მე პირადად ძალიან ცოტა პროცენტ ყოველ შემთხვევაში შეიძლება ხალხი გავებდნენ ხო ეხლა ამ დღეებში რასაკვირველი იმიტომ რომ ყველა მიცოდა რომ ალბათ ძალიან დიდი უარყოფითი რეაქცია ექნებოდა საზოგადოებისგან რეალურადაც იყო რამდენჯერმე რაც წავიკითხე მე კომენტარებს რო ვკითხულობდი ხალხი ძალიან უარყოფითად აფასებდა და ძალიან ცუდი ასე ვთქვათ მათთვის ცუდი ნაბიჯი იყო ეს რეალურად ძალიან ცუდი ნაბიჯი იყო და ნუ ბევრმა მაინც ახლა განსაკუთრებით ექსტრემისტებმა გამოხატეს ეს ნუ გავანებოთ ამას თავი ერთი ვიღაცი რა გვარი იყო ის ლანდია თუ რა აღარ მახსოვს ვიმახსოვრებ ახლა მათ სახელებს რაღაც ისტორიული ის ხო აქვთ ამათ აი ჩვენის ხალხი ვართ ვინც და რაღაც ისულელებს ლაპარაკობს რომ ვითომ ერეკლე მეორე 5000 კაცი მივიდაო და 30000-მა გააცილა არ ყოფილა ასე საერთოდ არ არის ეს ტყუილია ეს არავითარ 30000 კაცს არ გაუცილებია იმიტომ რომ ასეთი სამხედრო ძალა არ იყო მაშინ საქართველოში ელემენტარულად ხო და ელემენტარული ეს ვიღაცების გამოგონილია ჯერეთი შავი ჭირი იყო მაშინ საქართველოში და მოაცილეს იმამდე რა ქვია არაგვის სანაპირომდე იქით დაშენდა რამდენიმე ადამიანმა დაასვენა წონებული ერეკლე მეფე და ასე არ იყო ნუ საერთოდ მანამდე მოვიდა რა თქმა უნდა ამალა მაგრამ ნუ არ იყო 30000-მა 5000 წანიში იბრძოდა და ვითომ 30000 სიგიჟეები ესე რომ რაღაც ისტორიის მიმართ გამოხატონ ჩვენი ისტორიის მიმართ რაღაც დამამწკრინობითად მოიხსენიონ ეს ჩვენი ისტორია. ასეთებს საერთოდ წარმოდგენა არ აქვს საერთოდ ისტორიაზე და როგორც წესი ამ ისტორიიდან ამოგლიჯენ ამ ფაქტებს და გადმოაქვთ თანამედროვეობაში და მე ცდილობენ რომ დაუშვათ ეს ჩვენი ისტორია რაღაც განსაკუთრებით კრინობითად წარმოაჩიონ და ხა მათ საყურადღებოდ ვიტყვი რომ ხა ფეოდალური დაქუცმაცებულობა სხვა სახელმწიფოებში იყო გერმანიის სამას სახელმწიფო გერმანია რაც არის მაგალითად იტალია საერთოდ მე-19 საუკუნეში შეიქმნა დაუშვათ როგორც ერთიანი სახელმწიფო და ასე შემდეგ რომელი ერთი ჩამოთვალოთ ახლა უამრავ მაგალითი შემიძლია და საერთოდ ყვითას ყიდვა ზოგადად მასე ირლანდიელებს ყიდიდნენ ბრიტანელები რა ქრან ახლა ირლანდიელებმა თქვეს რომ თქვენ რომ ჩვენ ესეთი სიტუაცია შეიქმნა საქართველოს ყვითას ყიდვაზეც როცა ლაპარაკი რომ მოვეკეცით საერთოდ იზოლაციაში მთლიანად რკალი იყო და ნუ დეგრადაცია განიცადა მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ჩვენ არ გქონია ისტორიაში არაფერი გვაქვს სასახელო თუმცა ახლა როცა სასახელოს ვამბობ მეორე უკიდურესობაში და უნდა გადავარდოთ მაგრამ ხო ეგეც კიდე მეორე ის არის ამ დაგვანები ზოგიერთებს ესე იგი ხო ეს საერთოდ ისტორიის ესეთი ინტერპრეტაცია გადაიქცა რაღაც იმათ ავადმყოფობა თანამედროვე ეპოქაში ყველა რაღაც სიგიჟეებს იგონებს და განსაკუთრებით ხელოვნური ინტელექტით აგენერირებს რომ ყველაზე მაგარია ყველა ყველაზე ძველია რაც ასაცილოა თავისთავად მაგრამ ასე რითიც გვაქვს ამაყო რეალურად ის მაინც უნდა წარმოვაჩინო და ის იმაზე მაინც არ უნდა ვთქვათ რომ ეს არ ყოფილა და არ დავაკლინოთ ხო რა თქმა უნდა წარმოვაჩინო ამის მეტი რა გვაქვს ოღონ არ უნდა გადავიდეს ეს რაღაც სიგიჟეში რომელმაც მოიცვა სხვათა შორის მთელი პლანეტა სხვათა შორის განსაკუთრებით ისინი ვისაც რაღაც კომპლექსები აქვთ ისტორიული კომპლექსები აქვთ აი ისინი ესე იგი რაღაც საოცარ ფანტასმაგორიულ ამბებს თხრავენ საკუთარ ისტორიაზე და ნუ ვისაც ახლა იდენტობა არ ქონია ისეთი და არა აქვს დღევანდელ დღეს იდენტობა იმათ შთამომავლობას იჩემებენ და კი მაგრამ თუ არ ახარ შენ დაუშვათ იმის იდენტობა თუ არა გაქვს როგორ ახარ იმის მემკვიდრე ეს საინტერესო ხო საინტერესოა აი ჩვენ ახლა მაგალითად ქართველებს გვაქვს როგორი იდენტობა აი მაგალითად ვეფხვისწყალოსანი რო არის ან შუშანიკის სამება ხო რაც გვაქვს აი იმენაზე ვლაპარაკობ დღესაც ანუ
რო წარმოვიდგინოთ, ხო, მისავართ რა, ვერავინ ვერ წაგვართმევს ჩვენი ხო, იდენტობა. ჩვენი იდენტობის მე-12 საუკუნეში ხო არ ვეფხისტყაოსანი დაწერილი, ანდა დაუშვათ მე-14 საუკუნეში ჯამთაღტელის ცრულება, ხო, მე-1000-ში დაუშვათ გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება, ხო, სიტყვაზე. და ისა იმენაზე ვმეტყველებთ და ის იდენტობა გვაქვს. აი რო უთხრა, რა ქვია, პატრიარქ ილიამ მეორემ რო უთხრა, მე რაღაცებს ეუბნებოდნენ, რომ ესე მოიქეც, ისე მოიქელჩები ისდნენ და მე ვარ, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილიამ მეორეო და ილია პირველი იყო 15 საუკუნის წინ. და ადგა და გავიდა, ანუ ვისასწავლი ჭკუასო, აი ეს ხოლმე ისტორიის ხო. პატრიარქი. ხო. აი ეგეთი ამბებია. აქედან გამომდინარე, აი ის ამას განასახიერებდა თავისი ჯერ გამომიტი, რომ იწევდა მოწიწებას იწევდა, ვინც არ უნდა მისულიყო მასთან და დღესაც რომ უკითხულობდი კომენტარებს და ეს რა დიდება, ეს რა ხდება, ვინ არიან ესენიო? ანუ კითხულობდნენ ახლა იქ ვიხსენებათ გეოგრაფია და ის ძალიან ნაკლებად იციან ბევრმა. მასობრივი ეს რა დიდებული ის არისო, ტაძარი რა არის ეს რა ხდება, რამდენი ხალხი რა შეასაქმე. ანუ ამითაც რაღაც ერთგვარი უდიდეს დამსახურება იყო ეს ბოლო რაც ესე იგი აჩუქა თავის ქვეყანას ფაქტიურად ის რომ ცნობადობა დადებითი თვალსაზრისით აიგივენ კონსერვატულ საზოგადოებაში ბევრმა დაინახა რომ ეს რაღაც ესეთ ქვეყანა არის მართლმადიდებლური ანუ ორთოდოქსული რასაც უძახიან იქ ესე უძახიან ხო ორთოდოქს ჩავ აი ესე იგი და გაოცებული უყურებდა ეს ხალხი ეს რა არის ეს რა ხდება ასეთი ქრისტიანული ქვეყანა სადაც ამდენი ხალხი პატრიარქს ასეთ პატივს მიაგებს ეს ყველაფერი თან საკმაოდ უნდა ვთქვა რომ ორგანიზებული იქნა არაჩვეულებრივად ხო ჩვენ ესეც ხო უნდა ვთქვათ ახლა აღნიშნოთ მართალი არ უყვართ ამისა რაღაც დადებითი ეს ორგანიზებაც სამ დღეში არ არის იულის საქმე ამდენი დელეგაციის მიღება წესრიგის უზრუნველყოფა თვითონ ყველაფერი ამაზე ზრუნვა და ნუ ეს უნდა დაინახო ხო რომ ამას დიდი მისჭირდება ამას ვთქვათ საორგანიზაციო თითოეული დეტალი უნდა გათვალო აბსოლუტურად და ესე უნდა დაინახო და ეს პატივისცემას იწვევს როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარედან. და რა მაინტერესებს იცით, აი, ეხლა თქვენ ახსენეთ, რომ სულ დაკნინება მიდის რაღაც თქვენი, ხო, ნუ იქ ისტორიის იქნება თუ ენის თუ რაღაც ჩვენი ტრადიციების და გასაკვირველია, ეკლესიისაც ამდენი რაც მე თავი მახსოვს ყოველ შემთხვევაში, სულ მიდის შეტევა ეკლესიაზე და პატრიარქმა მართლა უდიდესი საქმე გააკეთა ამ კუთხით, რომ პირიქით უფრო მეტად მე რასაც უყურებდი, უფრო მეტად შეკრა, ასე ვთქვათ, ეს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით და გააძლიერა თუნდაც ეს ჩვენი მართლმადიდებლური სარწმუნოების კუთხით ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა. აი, აღარ ჩამოთვლია საკურველი ხალხმა იცის ხო ეს ეკლესიების და ზოგადად ძალიან ბევრი საქმის შესახებ, მაგრამ აი პირიქით ხო არ მოხდა იმ ადამიანებისთვის, ვინც ზუსტად ებრძოდა, მე აი ეს დავინახე ზუსტად, რომ ეს პერიოდი, რასაც თქვენ ახსენეთ, ხო, რაც ახლა აფინანსებდნენ და რაღაც საოცარი შეტევა მიდიოდა წლების განმავლობაში, მოხდა უკურიაქციასავით გამოიწვია თითქოს რა მოხდა ესეთი საპირისპირო რასაც რის წინააღმდეგაც თვითონ იბრძოდნენ და რასაც ეწინააღმდეგებოდნენ. აი ეს როგორ მოხდა, ანუ ქართველის ის არის მენტალიტეტია ესეთი თუ აი როგორ შეგვიძლია აუხსნათ, რომ პირიქით, აი ხა ამ დღეებში თუნდაც რაც გამოჩნდა, პირიქით აი ესეთი ერთიანობა რა თქმა უნდა მენტალიტეტია, რა თქმა უნდა ტრადიცია, რა თქმა უნდა ეს ხომ ეს რა არის ეკლესია ხომ ეს არის ძირითადად ადამიანსაც სულიერი ადამიანი ხო სულია ხო სულიერი არსების მარადისობაზე ფიქრობს ვინც არ უნდა იყოს ის მოკვდავია ერთი ის ამბობდა ბრძენი კაცი რომ რა არის ყველაზე დიდი სასწაულია დამწაზეო და
ყველაზე სასაული ის არის, ვინც გაჩნდა ყველა მოკვდაო და არავის არ ეგონა რომ მოკვდებოდა. ხო და იმიტომ არ გონია ადამიანს რომ მოკვდება რომ სული უკვდავია მასში და ეს რწმენა აქვს. ხო და პირველ რიგში ეკლესია ხო სულიერ მოთხოვნილების სულის მოთხოვნების არის პასუხი. ისა მოსწავლე განისწავლების საცნობლად თავისადაო ის რომ ამბობს დავით გურამიშვილი ვინ არის სიდან მოსულა საიდან წავა სადაო ხო მას მოკლედ რომ ვთქვა ანუ ამ კითხვებზეა პასუხი ხო და შესაბამისად ამასთან არის დაკავშირებული მთელი ეს პრაქტიკა ხო საიდუმლოები და ყველაფერი დანარჩენი რიტუალები ანუ ახლა რას თავაზობს შენ დაუშვათ როცა ეკლესიას ებრძვი რას თავაზობ ადამიანებს რას ეუბნები რომ რა რომ თქვია გენდერული საკითხების ის ევროპული გადაწყვეტილებებია მთავარი ასე ვთქვათ სქესის შეცვლის თავისუფლება მთავარი და ისე რა ქვია დანარჩენი ყველაფერი რაც ამ საოცარ აგენდას ახლა რომ თლიანად თავისი არსით ანტიქრისტიანული კი არა ანტირელიგიონული ასე ვთქვათ ანტისულიერია ანუ ის რაც დაუშვათ კაცობრიობამ შექმნა ეს ყველაფერი ამას რო ებრძვი შექმნა რა ადამიანს რაც საკუთრივ შეადგენს ამას რო ებრძვი ამას თავაზობ დაუშვათ ხო ან რა ისა გაქვს რა ქვია რამე არ გაგმაყოფილებს ვინმე გაიძულებს რამეს ტოტალიტარული არის ეს ყველაფერი თუ რა აბსოლუტური თავისუფლებაა ხო და გეუბნებიან რომ ეს არის იმისთვის რომ ჩვენი აზრით რომ ცხონდე ხო არ გეუბნებია რომ მაინც და მაინც ხო იწამე და ეკლესიაში და ხო და ხო არ მოგწევს მაგრამ რას ებრძვი რა გინდა რატო ებრძვი ვის ებრძვი ან რა აზრი აქვს შენ ბრძოლას რა მოტივით იბრძვი მე ერთ-ერთი ესეთი ასე თეოლოგები რო იყვნენ ასე ვთქვათ სოროსის დაფინანსებული თეოლოგები რო იყვნენ ერთ-ერთ უთხარ და იყო ესე ჩაციკლული რომ განსაკუთრებით აი პიროვნულ საკითხებზე ემაშვებოდა ისეა ასე შენ და რა გინდა მეთქი მე უთხარი შენ რა გაწუხებს რა რას ჩააცივდი ამ ყველაფერს გადი ცხოვრება ის არის სამყარო ფართოა სხვანაირად იმას კი რა გინდა რას ჩააცივდი და რას ინტრიგანობ რა გინდა ხო ვერ გამცა პასუხი სხვათა შორის საინტერესოა ხო? ვერ გამცა. ცნობილია ესეთი ინტრიგანია. მე წავიდა ემიგრაციაში. რა გინდა მეთქი რას ერჩი ამას. ხო, რაღა ამაზე ფიქრობ მუდმივად და რაღა ამაზე ხარ ჩაციკლული. ხო, ესეთი ამდენი წლის განმავლობაში მუშაობა, როდესაც მიდიოდა ესეთი ინტენსიური და დღესაც რასაკვირველია მიდის და იქნება კიდეც რა მე იმის მოლოდიანი არ მაქვს რომ არ იქნება ეს ეკლესიის წინააღმდეგ მით უმეტეს ეხლა უფრო გაძლიერდება ალბათ მაგრამ ანუ ქართული ადამიანის ფსიქოლოგია არ ქონდათ შესწავლილი არ აქვს რომ რეალურად შეიძლება ანუ აი ეს მომხდარიყო რაც ეხლა რა თქმა უნდა არ აქვს იმიტომ რომ ხა ხო იყო ეს ისტორიის ბნელი პერიოდები როცა დაუშვათ თუ არ ნუ ეს დაკავშირებული პოლიტიკური და ფანატიკური ის ხო იყო ახლა რომ შენ თუ არ მიიღებ დაუშვათ სხვა სარწმუნოებას, ხო მაშინ მოკლავ. ხო არის ეს ახლა ხო ახლა ეს იგილი და ISIS და ეს ხო ტერორისტული ისინი ფუნდამენტალიზმი და ფანატიზმი ხო არსებობს. მაგრამ მაშინ განსაკუთრებულად იყო ხო ახლა ვიღოთ ის 100,000 მოწამის ისტორია და სხვა უამრავი ესეთი გვაქვს ქეთევან დედოფლის და რამდენი მოწამე. ხო იყო ეს ყველაფერი და ეს ქართულ ხალხს ეს გამომუშავებულია კაცო შენ მეუბნები ამას ეს ხო იმ წუთში იმას აღვიძებს რომ ამას არ აკეთებდა ჯალალედინი გენეტიკური ეხლა თავს თუ აქვს გენეტიკური მეხსიერება ცხადია ხო და ამას ძალადო და ვიღაც ახლა ჯალალედინმა ვერ მოახრევინა ქედი ახლა ქართულ ხალხს და ბაია პატარა მოახრევინებს და ეს რა ეკაგი გაური თუ მარკეტა გრიგოროვა ისა ხო საინტერესო არის რა თუ მარკეტო ხო მარკეტა გამახსენდა სწორი ის ხო და ეხო სიგიჟია ხო და მიიღეს ის ეფექტი რაც მიიღეს და ახლა ამათ ახლა გასაგებია რომ უნდა არსებულ პრობლემებზე გაამახვილონ ყურადღება რაც არის ხო დაუშვათ პრობლემები ყოველთვის იყო მე რა დაუშვათ რა ის
ცალკე მიმდინარეობს ეს პროცესი, ადამიანები ვართ და ეს ანუ საპატრიარქოში და არა, საპატრიარქო როგორ ღვთისმსახურებს ახლა ცალკე გამოარჩევენ და იმას ვინც დაუშვათ რაღაც არ გამოირჩევა მაღალი ზნეობრივი იმითი არ არის მოწოდებით ღვთისმსახური დაუშვათ, ну იმაზე არის აქცენტი და აი მე გადააქვთ ეს თლიან დაუშვათ იერარქიაზე და ორგანიზაცია კლირზე მთლიანად. Ну, რა ვქნა. და მე პატრიარქს ხო და სხვათა შორის ამაზე ნათქვამი, რომ ეს ეკლესია მამაშოვას ის მონაპოლიოს ხო, რომ ეს ეკლესიაო, რომ ვისაც ლანძღავთო, ჯერ პატრიარქსაც ლანძღავდნენ, რამდენჯერ ჩემი ყვით მომისმენია ტელევიზიაში. ხო, და ეს თუნდაც იმ კონკრეტულ პირებს რომ აყენებს შეურაცხყოფას და ეკლესიას ის იმ ეკლესიის და იმ ეკლესიის წინამძღვარი ასე ვთქვათ და ხო თვითონ პატრიარქი იყო შესაბამისად პატრიარქს ხო აყენებ შეურაცხყოფას ამით ხო და ეს თქონდათ გათავისებული ხა ამ დღეებში რომ ძალიან ისეთი არა საერთოდ ადამიანებს ჩვენ უნდა გვაქვს აუცილებლად უნდა გქონდეს კრიტიკული აზროვნების უნარი რაც არ უნდა იყოს ყოველთვის უნდა გაატაროს შენ აზროვნების ფილტრში ეს ყველაფერი და არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაიზრუნო თვალები ესეც არის არის ხო ესეთი ტიპის ადამიანები რომლებიც ყველაფერს თვალებს ხუჭავენ ის გამო რომ რაღაც არ უნდა თვალებს გახელა ხო ეს ადამიანები ცალკე პრობლემას წარმოადგენენ და წარმოადგენენ მყარნიადაკ სიმათვის რომ თავდასხმები მოხდეს და უშუალოდ თლიანად და აქედან გამომდინარე არ უნდა დახუჭო ხა თვალი მაგალითად ახლა მაგალითად იგივე ისეთ რაღაც იგიჟეს და რო ხედავ რომ ადამიანი იმაში აშკარად მაგრამ არის დაუშვათ იერარქიაში რა როცა შემთხვევაში არ უნდა თქვა რომ არა იცი რა ხანის იერარქიაშია ამიტომ ყველაფერი კარგად არის არა ესე არ არის მაგრამ რო სხვა საკითხებს პიროვნული გადაგაქვს და იყენებს შენი პოლიტიკური მიზნებისთვის რა ახლა მაგალითად იგივე ზენონი არაჯული როგორც იქცევა რა ამაზე არ უნდა ვთქვა კაბუნდა მომწონს უნდა ვთქვა არ ვიტყვი არავითარ შემთხვევაში დაუშვათ რაც არ უნდა მითხრა იმიტომ ეგ არის ზუსტად თავარი რო უნდა თქვა ის რაც ის არის რა მე დღეს დავით გურამიშვილის დღე გვაქვს მე თუ გინდა თავი მომჭრა თავი ტანი გახდეს გასაბერდი ვინც არ არის კახაბერი მას ვერ ვიტყვი კახაბეროთ მაგალითად ეგრეა ეგ მაშინ როდესაც ის ვახტანგს აკრიტიკებდა ხო დაუშვათ დავით გურამიშვილი ახლა მე ფის კრიტიკა საერთოდ არ იყო ის მიღებული მაგრამ ხო თქვა რას თქვა მაგალითად თავის უგდავ დავითიანში რაც შეეხება ერთობას გავომეც და ამით დავიწყე ლაპარაკი და ძალიან ბევრი უსვამდა ამ დღეებში ხას რომ რეალურად აირი გაერთიანდა ამ დღეებში ანუ აი ამ პატრიარქის გარდაცვალების გარშემო და მე სხვათა შორის ესეთი აზრიც გამოვთქვი რომ ეს ადამიანები თქვა გარდაცვალების შეიძლება ვცდები მაგრამ მე ვფიქრობ ასე რომ პატრიარქის გარდაცვალებამ გაერთიანა თქვა ანუ შესაძლოა მანამდე იყო ეს ხალხი გაერთიანებული და რეალურად ეს არის ის ძირითადი ნაწილი მაგრამ ეს ხალხი არ გამოდის ასე ქუჩაში და არ ყვირის და არ ამბობს იმას რომ ანუ ჩვენ ვართ ეს ისინი ასე ჩუმად დუმარეთ იცავენ თავიანთ ტრადიციებს, ანუ საქართველოს, ასე ვთქვათ, თავარ ღირებულებებს. თუმცა ამასთან ისიც არის, რომ იყო ისეთი ადამიანებიც რეალურად, არ ვიცი ეს ფარისეულობა იყო თუ რეალურად ნამდვილად მათ ეს ყველაფერი ესე გადააფასეს ან რეალური გრძნობებით იყვნენ, რომ ის ადამიანები, ვინც იმათ გვერდით იდგა, ვინც თუნდაც პატრიარქს ებრძოდა ამ წლების განმავლობაში და თუნდაც აი აქციების პერიოდშიც, როდესაც ზუსტად იმას აპროტესტებენ, რასაც იმ კანონს აპროტესტებენ, თუნდაც რაც არის თვითონ საპატრიარქოს მოთხოვნას და პატრიარქის მოთხოვნას რომ ეს ყოფილიყო, ეს ადამიანებიც იყვნენ იქ და აი ცოტა ეს მომენტი როგორ შეგვიძლია აუხსნათ რომ იყო რამე ესეთი მართლა გაერთიანება თუ აი თავიდან რაც ვთქვი რომ უფრო რეალურად ის ხალხი გამოჩნდა ვინც აი ამ დახას არ ჩანდა და შუმად იყო ქრისტიანობის არსი რაში მდგომარეობს ადამიანის იმ წმენაში რომ ადამიანს შეუძლია განვითარდეს სულიერად, განიღვთოს. ეგ არის ტრანსფორმაცია განიცავს. ეგ არის ყველა საიდუმლოების არსი. თუ ადამიანი ქვასავით თუ არის და არ შედის მასში არაფერი, ხო? ანუ გაკერპებული თუ არის ის მასში გინდა იაროს, გინდა არ იაროს, რაც გინდა ის უკნია სულიერად თუ არ იცვლება ადამიანი. ხო? და სწორედ ეს არის საიდუმლოებების არსი. ანუ
სულიერად თუ არ იცვლება, მაშინ აზრი არ აქვს, ხო არაფერს. და ჩვენ ხო არ ვიცით ახლა ის ადამიანები რომ მივიდნენ, რა სულიერი განწყობით მივიდნენ. ფაქტია, მივიდნენ რაღაც გარეგანი ფორმა ამ თავიანთი განწყობის გამოავლინეს, ხო? და ჩვენ უნდა მივიჩნევდეთ, გვინდოდეს რომ ეს იყო გულწრფელი მათი მოქმედება. ეს არის და ეს ახლა ადამიანი ახლა ტრანსფორმირებადი არსება ჩვენ ყველანი ეგრე ვართ და მუდმივად ვართ სხვადასხვა გავლენების ქვეშ დაუშვათ რასაც კეთილს და ბოროტს ეძახიან ეს პირობითად ამაში სულ მუდმივად ვართ ჩვენ და შესაბამისად უნდა იმედი ვიქონიოთ. უბრალოდ დისონანს გავუსვით ცოტა ხაზი რომ დისონანსი სერიოზული იყო, მაგრამ ახლა ასეთი მაგალითები რამდენია ახლა იყო პავლე გახდა სავლე, პირიქით უბრალოდ იყო სავლე და გახდა პავლე. და დაუშვათ იმისთვის იბრძვი, იმის წინააღმდეგი ხარ, რასაც პატრიარქი და საპატრიარქო იცხოვდა ამ ხნის განმავლობაში და ამ დროს ძალიან ისეთი ვიცი გულისწყეტით მიდიხარ და პატრიარქი უამრავი ისტორია იმისთან რომ ადამიანი დაუშვათ რომელიც იყო ახლა ყაჩაღის ისტორია ის იყო ჯვარზე ძალიან ბევრი ისტორიებია როცა ადამიანები დაუშვათ რაღაც გარკვეულ რაღაც საკეთებს და მე უშოთ იმაშვება სხვანაირად გარდატეხა მის სულში მაგრამ ამ დროს მან უნდა შექმნას თავისი სინანულის ღირსი ნაყოფი და სინანულის ღირსი ნაყოფი რა არის ამ შემთხვევაში ის კი არა რომ ახლა მე ძალიან ვაშავებდი ძალიან ცუდი რაღაცები გავაკეთე და პოლიტიკური ლიდერი უნდა გავხდე იმიტომ რომ ახლა ვაღიარე არა ის უნდა სულიერი უნდა შეინანოს და დაუშვათ გაანებოს თავი საზოგადო ისა რა ქვია ამას არ უნდა იყენებდეს იმისთვის რომ დაწინაურდეს ან პოლიტიკური მიზნებით ან ანგარებით აი ამაშია საქმე ანუ სინანულის ღირსი ნაყოფი უნდა შექმნას აი ეს კარგად არის გამოხატული ამაში და ხო იმედი ვიქონიოთ რომ ეს ნაყოფი იყო და არა დაუშვათ თვალთმაქცევა ხო ხო და მაგრამ აი ეს ძირითადი ბირთვი მაინც ხო ალბათ ის ადამიანები იყვნენ ვინც ნახავთ ახლა ნახავთ რას გააგზელებენ ისე ნახავთ რომ არა გულისხმობ თვითონ მიმსვლელი ანუ რაოდენობას ადამიანების ვინც რაოდენობა ვინც იმიტომ რომ ხო ახლა თავიდანაც ვთქვი რომ შესაძლოა თქო ეს ადამიანები იყვნენ ისე რომ გაერთიანებული ისედაც ვიყავით თქო უბრალოდ არ ჩანდა ეს იმიტომ სად უნდა გამოხვიდეს და ეს დაინახა ზუსტად თქვენ რას თქვით რა თქმა უნდა სოფლიომ ევროპამ და ანუ ამ პერიოდში ხო ყველამ დაინახა ვისაც დანახვა უნდა და მე კიდე ერთხელ ვამბობ რომ გაოცებულები იყვნენ ეს რა არისო და საინტერესო რა არის ბევრი იყო შემოსული კომენტარები ძალიან საინტერესო სასაკითხია და გაიგო აზრი რა ხდება საზოგადოებრივი აზრი რომ ზოგიერთები იყო შემოსული და აი ეს ოლიგარქიო რატო გამოვიდაო ერთმა დაწერა. მეორემ დაუწერა ინგლისურად მიდის ეს ლაბარაკი სხვათაშორის. მეორემ დაუწერა ესო მაგ ოლიგარქმა ის რა ქვია ძირითადი შემწირველი იყო ამ ტაძრის არ ვიცოდი ბოდიშიო. მეორე დაუწერა აკაუნა ჩვენ რა თქმა უნდა. ეგ არ აძლევს უფლებას რომ ოფიციალურად გამოვიდესო. მე იქ რაღაცამ დაუწერა რომ ეგო საპატიო თავმჯდომარეა ruling party-ის მმართველი პარტიის. მიდიოდა ესე ჩატში. ეს რა დიდებული ტაძარია, როგორ არანაირად არისო ეს რა ქვეყანა რა ხდება. ესეთი იყო რა, ძალიან საინტერესო. ხო, ვიდეოები გავრცელდა საერთოდ ყველა მეინსტრიმული ის ხო აჩვენებდა ამას. და ძალიან ისეთი ეფექტი გამოიწვია. თუმეტეს ქრისტიანული ქვეყნებიდან მე არ მახსენდება მართლმადიდებულიდან აი ესეთი ის არ ყოფილა ეს საოცრება იყო. არა საქართველოს საერთოდ არის გაოცებას იწვევს იმით რომ ჩვენ არაპროპორციულად ბევრი გამოჩენილი ადამიანი გვყავს ჩვენ რიცხოვნებასთან შედარებით რომლებიც ახლა ზოგი ლასკალაში მღერის ზოგი იმაში თამაშობს პარის სენ-ჟერმენში და სხვა გუნდებში ზოგი სოფლიო ოლიმპიური ჩემპიონია იმისი რა ქვია მრავალგზის
მაგალითად ლაშა ტალახაძე ან ჭიდაობაში, ძიუდოში, რა ვიცი, ხელოვნებაში ჩვენ რამდენი უამრავი უნიჭიერესი ადამიანი ყავს. ან არაპროპორციულია, აი ყველა აღნიშნავს, რომ ჩვენი სახელოვნებო და სპორტული ესე იგი მიღწევები სრულიად შეუსაბამოა ჩვენს რიცხოვნობასთან და ეკონომიკურ მდგომარეობასთან და მდებარეობასთან. ნაც. იმიტომ რომ ახლა დამისახელეთ ქვეყანა, რომელშიც ახლა რამდენი უბედურება გადავიტანეთ ჩვენ. ესე იგი, რაც დამოუკიდებლობა გვაქვს, რამდენი გადავიტანეთ, ხომ გვახსოვს? ის არა ქვია, პუჩი. სამოქალაქო ომიდანაც ნუ აი სამოქალაქო ჯერ და ურთიერთდაპირისპირება, ახლა იქ არ გავაგრძელებ. აქაც ისინი არიან, რა ქვია, ჩასაფრებული, ტერმინებზე არიან ჩასაფრებული და ჭუბობენ ხოლმე მე. ეს ხო და რამდენი ეკონომიკური ნგრევა რომელიც ჩვენ გადავიტანეთ, ხომ? ასეთი გერმანიას როცა ხალიჩისებური დაბომბვები საწარმოებდნენ, ეგეთი არ გადაუტანია. ანუ მთლიანად დაუკარგეთ თითქმის ყველაფერი, რაც ჰქონდა. დაუკარგეთ მრეწველობა, დაუკარგეთ ინდუსტრიული სოფლის მეურნეობა, უამრავი საწარმო განადგურდა, ხალხი დარჩა მშიერი, ვისაც გარბოდა აქვს გაზი, დენი, არაფერი რო არ იყო. ომები, ურთიერთდაპირისპირება, გადატრიალებები. ხო და ახლაც რო ხო არიან მოსურნეები ამ გადატრიალების, ერთი გადატრიალების დროს დაუკარგე პირველი ეტაპი იყო ჩვენი ტერიტორიული დანაკარგების, მეორე გადატრიალება 2003 წელს რომ მოხდა, მე ეს დამთავრდა 2008 წლის ტრაგედიით და ახლაც კიდე რო გადატრიალება მომხდარიყო. ეს 4 თუ 5 რევოლუციის მცდელობა რო იყო, ხო, ანუ არაკონსტიტუციური ცვლა ხელისუფლების, კიდე დაუკარგავდით სხვათა შორის ბევრ რამეს. და ამის მიუხედავად კიდე არიან ადამიანები, ვინც იგივეს იმეორებს, ხომ ხედავ, ხო, მაშინაც როგორ დაიწყო ეს, რომ არ აღიარებდნენ არჩევნებს, ჯერ. არ აღიარებდნენ არჩევნებს. არჩევნებს არ აღიარებდნენ, შეიქმნა ეს ეროვნული კონგრესი რო შეიქმნა და არ აღიარებდნენ რუსული არჩევნებიაო. აიხსენეთ. ზუსტად ერთი და იგივე სცენარით რო ვითარდება. და ლეგიტიმური არალეგიტიმაციურად გამოაცხადეს და თვითონ გამოიცხადეს თავი ლეგიტიმურად და მე ამას რა მოყვა მე იქაც პრობლემები იყო რომ დაუშვათ ხალხის ხმა ის მოხდა რა ქვია ანუ არჩევნების დელეგიტიმაციას სხვათა შორის აქედანაც შეუწყვეს ხელი და მე წავიდა მოხდა ეს რევოლუცია მე 2003 წლის ცნობილი ამბები რევოლუცია და რა მოყვა ამას? ეს ისტორიული მეხსიერება ჩვენ არ გაგვაჩნია თუ რატომ ერთი და იგივე წრეს. ანუ ეხლა აღმოჩნდა რომ ძალიან ეხლა ხო მე ვისწავლე ჭკუა ახლა ხო ანუ ამისად ალბათ გაგვიმარცხა ხელისუფლებაში რომ რეალურად მოხდა ეს შეჩერება ამ ყველაფერს ძალიან რთული პროცესის ჩემი აზრით ხო? ძალიან რთული პროცესის შეჩერება მოხდა. ჩვენ კიდევ ვერ ვაცნობიერებთ რა საფრთხეების წინაშე ვდგავართ. ჩვენ ვართ ფაქტიურად ხალხი, რომელსაც უნიკალური მდგომარეობა გვაქვს ახლა. რუსეთის ფედერაციასთან ქონდა ორი ომი. რო წარმოვიდგინოთ, ხო, პირველი აფხაზეთის და ცხინვალესის, ეგრე შეგვიძლია. ორი კონფლიქტი, პირველი კონფლიქტი და მეორე სრულფასოვანი. ხო, ჩვენ ოკუპირებულია სრულმასშტაბიანი ომი ქონდა რუსეთის ფედერაციასთან. სრულმასშტაბიანი ომი, ხო? ევროკავშირთან გვაქვს ახლა ესე იგი ვერბალური ომი. აგერ სოფლიოს ცეცხლი წაეკიდა და ესენი ჩვენ წინააღმდეგ რეზოლუციებს იღებენ ახლა. ის ძალკე ხო დეგრადაცია, ხო, საერთოდ სრული ევროპული ელიტების. შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული ხელშეკრულება გაგვიუქმდა და გვეუბნებიან რომ ისაო. ხო, მაგრამ ეგ წინა ადმინისტრაციის ამან არ აღადგინა, მაგრამ გვეუბნებიან რომ აღვადგინოთო, ამისთვის ესე იგი თქვენ უნდა გადადგათ ის ნაბიჯები რომ ჩვენ აგიდგინოთ. რა ნაბიჯებია, ხო გასაგებია რა ნაბიჯებსაც ვთხოვენ. გონი გასაგებია, რაც ხდება ჩვენ რეგიონში იმ კონტექსტშია ეს ყველაფერი, ხო? ანუ ჩვენ უნდა რაღაცნაირად მხარის დაკავებას ვთხოვენ მკვეთრად. რაც კატასტროფა იქნებოდა. ანუ მე გულისხმობ რუსეთთან ეს არის, ევროკავშირთან ეს არის, შეერთებულ შტატებთან ასეა, თან გვიწერია კონსტიტუციაში რომ მივისწრაფვით ევროკავშირისკენ. აქეთ თურქეთი ახორციელებს დიდი თურანის პროექტს, რომელშიც ახლა ჩვენ ბუნებრივია
მაინცა და მაინც დიდი პერსპექტივები არ გვაქვს, ხო? სომხეთში ამ დროს მოხდა რევოლუცია და სომხეთი დაპირისპირებულია ამ შემთხვევაში იმასაც ევროკავშირის კურსი აქვს, ასე ვთქვათ. მაგრამ ჩვენ უშლით ხელს, იმიტომ ევროკავშირთან კონფლიქტი გვაქვს, ეს თქვა პაშინიანმა. სირთულე რო წარმოვიდგინოთ. ამასობაში დიდი თურანის პროექტი ხორციელდება, მაგრამ დიდი თურანის პროექტიც ვეღარ ხორციელდება, იქიდან გამომდინარე, რომ თურქებს და აზერბაიჯანელებს აღარ აქვთ ისე კარგად ხავერდისებურად ესე იგი ურთიერთობა, აგერ ერდოგანის სიძის ბაირახტარია, ხო, იმის მედია საშუალებები მიწასთან ასწორებენ სხვათა შორის აზერბაიჯანის ხელისუფლებას, ეს ცნობისთვის. ხო. ჩინეთთან კიდე სტრატეგიული ისა გვაქვს დადებული თანამშრომლობის ხელშეკრულება. აი ეს მდგომარეობა გვაქვს. ამ დროს ირანთან გვაქვს ნორმალური ცდილობენ დაამყარონ ნორმალური ურთიერთობა, რაც იწვევს ისრაელის გაღიზიანებას და ისრაელი კიდე აზერბაიჯანის მოკავშირე. ეს ისე პანორამულად ძალიან ხო. და იმ ირანთან დამოკიდებულების გამო გვაკრიტიკებენ, ესე იგი, რომ რას ქვია ჩვენ, ესე იგი, გამოვხატეთ წუხარება რახბარის დაღუპვის გამო, ამაზე ისრაელის ელჩმათ თუმე არ უნდა გამოგვეხატა და უნდა ყოფილიყავით ტრულ მდგომარეობაში ირანთან, რაც ახლა და ამისთვის რაღაც ვიღაცები აქ ისტორიულ ტრულ იმებს იხსენებენ, ეპიზოდებს და თურმე ახლა ჩვენ იმ ეპიზოდები უნდა გავიხსენოთ და გამოუცხადოთ, ესე იგი, ირანს, ასე ვთქვათ, ომი. შეიძლება ხო ირანის ელჩი პატრიარქთან დაკავშირებით ძალიან ემოციური და ისე გავრცელდა ემოციური წერილი. ხო, რა თქმა უნდა. ხო, ანუ ძალიან ირანი არის 93 მილიონიანი სახელმწიფო, რომელიც არის საკმაოდ განვითარებული სამხედრო და სხვა მიმართულებით, ტექნოლოგიური მიმართულებებით და ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ რაღაცნაირად ირანთან კონდეს ირანი რეგიონალურად პირდაპირ არ გვესაზღვრება, მაგრამ მეზობელია და შესაბამისად ტრული მას აქვს იმის ინსტრუმენტები, რომ თუ დაუშვათ შენ ტრული მას დაიკავებ, განახორციელოს ეს ინსტრუმენტები და რა ინსტრუმენტებიც უფრო გამოიყენოს ინსტრუმენტები და რაც აქვს, კი ვხედავთ. და არა მარტო ეგ აქვს, ხო? ხო. და ამათმა უკვე ჩამოწერეს ზოგიერთმა ჩვენმა ყვახე ცოტა აზროვნების ადამიანმა ჩამოწერეს ის გეოპოლიტიკური იმიდან, იმიტომ რომ ამათ ხო აქვს ზოგიერთებს აი ეს გადაჭარბებული წარმოდგენები დასავლეთის, კერძოდ ამერიკელების ამ შემთხვევაში და ისრაელის სამხედრო შესაძლებლობების შესახებ იმ ნიადაგზე რომ დაუშვათ ისინი უფრო მაღალ ტექნოლოგიურები არიან და ასე შემდეგ. მათ აგერე ნახეთ ხომ დაუშვათ რა საინტერესო ისე რომ ვერ საზღვრავენ და ვერ ხედავენ აგერ მაგალითებს. აი ავღანეთის მაგალითი ხო გვახსოვს. დავინახეთ როგორ ევაკუაციის საოცარი კადრები. რატომ? იმიტომ კი არა რომ დაუშვათ ის ავღანელები უფრო განვითარებულები არიან. იმიტომ რომ მათი ხარჯი და მათი ის რა ქვია ანუ საომარი მოქმედებებისთვის გაწეული თანახარჯები გაცილებით მაღალია ვიდრე დაუშვათ შესაძლებელი ვიდრე მათ შეუძლიათ აწიონ. ხო, ტრილიონობით დოლარი დაიხარჯა და ამის გარდა ახლა იმ რა გამოიწვიეს ტალიბანის საწინააღმდეგოდ შევიდნენ იქა ვითომ და მიიღეს ახალი ტალიბანი. აქ ახლა ირანში რახბარი მოკლეს და მიიღეს აქ საერთოდ კომენტი ტალიბანი გააგდეს და ტალიბანი მიიღეს 20 წლის მერე და უამრავი ამას ხვეპლი და ის უბედურება მოყვა რახბარი მოკლეს და რახბარი ხამენეი მოკლეს და რახბარი ხამენეი მიიღეს ერთ კვირაში. იქ 20 წელი დაჭირდა და ახლა იმაში რა ქვია ერაყში ჩამოაგდეს სადამ ჰუსეინი, რომელიც მათი მოყვანილი იყო სხვათა შორის, ისევე როგორც სხვა დანარჩენი ლიდერები და ჩამოახჭვეს. მილიონი კაცი დაიღუპა, მილიონი ადამიანი, ერაყი დიდხანს ვერ მოვა კიდე ჭკუაზე, ხო? და რა მიიღეს პროირანული ერაყი. იმიტომ რომ იქ შიიტები თუ მანამდე სუნიტები მართავდნენ დაუშვათ სადამ ჰუსეინის რომელსაც ესენი მხარს უჭერდნენ ირანის წინააღმდეგ, როცა რევოლუცია მოხდა. ახლა შიიტებმა მიიღეს გაცილებით მეტი გავლენა და პროირანული გახდა და ახლა მით უმეტეს ირანს რო დაარტყეს. საერთოდ რა პრობლემა გამოჩნდა ეხლა ამ ეტაპზე, რასაც ვხედავთ, ანუ არ იყო შესწავლილი ბოლომდე ეს თუ აი
აი თუნდაც ამერიკისთვის ხო ძალიან დიდი პრობლემაა რეალურად ეს. ახლა ამერიკისთვის ეს კატასტროფის პერსპექტივას ძალიან დიდია პერსპექტივა კატასტროფის. თუ რამე არ მოხდა დაუში, როგორც მიდის მოვლენები, ეს არის კატასტროფული პოტენციალის შემცველი, რატომ? იმიტომ რომ ირანზე ახლა რა იყო დაუშვათ რითი რას ეუბნებიან დაუშვათ აი როგორი ისაზღვრება ეს ყველაფერი რა გეოპოლიტიკური ინტერესია ხო რაღაცა რო გააკეთო რაღაც ინტერესი უნდა დაუსახო უნდა თქვა რომ ამისთვის ვაკეთებ თუ იქ სახელმწიფო სტრუქტურებია და იმ სახელმწიფო სტრუქტურები და ელიტაა პოლიტიკური და იმ პოლიტიკურ ელიტას ხო უნდა უთხრა ახლა რისთვის აკეთებ ამას ხო რაც არის დეკლარირებული მიზანი ეს გეოპოლიტიკურია თავისი არსით ცინიკური და უზნეო მაგრამ გეოპოლიტიკურია რომ ირანზე კონტროლი ნიშნავს იმას რომ დაუშვათ ნავთობის დიდ ნაწილს გავაკონტროლებთ შევინარჩუნებთ პეტროდოლარს ანუ დოლარი კვლავ იქნება თავარი განსაზღვრელი სარეზერვო ვალუტა და დავარტყავთ ჩინეთს შემდეგ რუსეთი მართალია დროებით რაღაც ფულს იშოვებს მაგრამ შემდეგ რუსეთს მივხედავთ უკვე როცა ამას გავაკეთებთ ირანი ცენტრალური ნაწილია ევრაზიის ანუ მის გარეშე ჩინური პროექტები ევრაზიული ინტეგრაციის ვერ განხორციელდება ანუ დავარტყავთ ჩინეთს მაგრამ უბედურება ის არის რომ ეს გეოპოლიტიკური სტრატეგია რომელიც შეერთებულ შტატებს დიდი ხანია აქვს ვერ განხორციელდება ამ მეთოდებით ერთმნიშვნელოვნად. ანუ შეუძლებელია ეს პირიქით არის, ეს პირიქით გამოიწვევს ყველაფერს. და რატო ვინ არის ამის ინსპირატორი? ანუ სინამდვილეში რა ხდება? აქ ჩვენ მივდივართ უკვე სხვა მიზეზებზე, სხვა ხალხზე, ვინც ამის ინსპირაციას ახდენს. კერძოდ ეს არის რელიგიური ინსპირაცია, ანუ რელიგიური მოტივები, რომელიც მართლდება გეოპოლიტიკური სტრატეგიული რეალური მითი რა ქვია მოტივებით. კერძოდ ახლა იგულისხმება ის რომ ახლა უნდა გამოიწვიონ ქაოსი და ეს ქაოსის პირობებში დაუშვათ იქ უნდა განახორციელონ ის ესხატოლოგიური გეგმები რომელიც აქვს დაუშვათ იგივე ისრაელს. და იგივე შეერთებულ შტატებს იგივე დაუშვათ სიონისტებს იქ ისრაელში და რელიგიურ ფანატიკოსებს და შეერთებულ შტატებში არსებულ რელიგიურ ფანატიკოსებს რომელიც ორივე ხელისუფლებაში არიან. და ახლა მათ აქვს წარმოდგენა ანუ პროტესტანტ იგივე ქრისტიან სიონისტებს პროტესტანტულ სიონისტებს ასე ვთქვათ ხო რომ აი ამ მეთოდებით ისინი აჩქარებენ არმაგედონს აჩქარებენ მე უკანასკნელი დროის დადგომას და ამ დროს ესე იგი ქრისტიან სიონისტებს აქვს წარმოდგენა ესეთი რომ მოვა ქრისტე მეორე მოსვლა იქნება ხოლო ამ სიონისტებს აქვს წარმოდგენა რომ მოვა მესია იგივე არის ხატოლოგიურად იგივე აქვს დაუშვათ ხო აი თანხwebdriver რაშია როგორ თუ რაშია იმაშია თანხwebdriver ორივეს უნდა აპოკალიფსური მოვლენების გამოწვევა დაჩქარება იმისთვის რომ ერთს უნდა რომ ქრისტე მოვიდეს და მეორეს უნდა რომ მესია მოვიდეს ამას ღიად საუბრობენ ეს მე ჩემ ყველა მომიგონებია იგივეა დაუშვათ ამ შემთხვევაში ISIS-ი რო იყო, ISIS-ით მაგას იძახდა, რომ აი შამში, ანუ სირიას და ლევანტის ტერიტორიაზე უნდა მოხდეს ეს უკანასკნელი ომი და ამისთვის დაძდებდნენ ამ შიიტებს და აჭრდნენ თავებს და ქრისტიანებს და სხვათა შორის ეს ISIS-ის მებრძოლები, რომელიც შეიქმნა სხვათა შორის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს კურატორობის ქვეშ, ცნობისთვის. ეს ახლა რაც შეეხება ირანელებისთვის ეს იგივე ესხატოლოგიური ომია, მათთვის ისინი წარმოადგენენ სწორედ დაჯალის არმიას, ანუ ანტიქრისტეს არმიას, მე უნდა მოვიდეს ქრისტე და უნდა დაამახდი მე ქრისტენ დამალული იმამი და მთელი ეს რელიგიური ის აქვს ამას, ასე ვთქვათ, საფანელი და ისინი ამას აღიქვამენ როგორც რელიგიურ ომს. სხვადასხვა განვითარების ისინია, რა ქვია, პერსპექტივებია აქ ჩვენ არ უნდა გავიგოთ ისე რომ ეს აუცილებლად შესრულდება ასე, როგორც ადამიანებს გონიათ, ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ ადამიანებს ერთი გონიათ და ბოლოს სხვა გამოდის ყოველთვის საერთოდ ისეც რომ არავინ არ ელოდება.
ხო. და ეს ესხატოლოგია ყველა რელიგიაშია, სხვათა შორის ორგანიზებულ რელიგიაში ყველგან არის. განსაკუთრებით აბრაამიტულ რელიგიაში, მაზდეიანობაში ეს თავიდან საერთოდ ზოროასტრიზმშია. მანამდეც არის კიდე. ან ფორმით არ არის როგორც აბრაამიტულ და დაუშვათ ზოროასტრიზმშია, მაგრამ ახლა არის მაგალითად ინდუიზმში სხვანაირად არის ეს სხვა კონცეფცია ციკლური. იქ სხვანაირად არის დაუშვათ იქ ბუდიზმში ის განსხვავებულია და ასე შემდეგ. მაგრამ ეს არ არის ადამიანის მოდი ასე ვთქვათ, ის რასაც ესენი აკეთებენ, დაუშვათ ეს ნამდვილად არ არის ღვთაებრივი წინასწარ-განზრახულობის ასე ვთქვათ შედეგი ღმერთი ვერ უკარნახებს მათ ადამიანების ხოცვა-ჟლეტვით დაკავდნენ. ეს საერთოდ გაუგუმართებაა ჩემი აზრით ყველაფრის, რასაც ახლა აკეთებენ ესენი და ავიაციით და იმით ტრამპს რო დაადეს თავზე ხელი იმათმა რომ შეიკრიბნენ კლინიკა იქ. ქვია იმისი, ქვია რელიგიური ფანატიკოსების. ხო, ეს ნამდვილად მე მაგალითად ამას რო უყურებ ასე ვთქვათ, ინფერნალური ძრწოლა მიპყრობს, იმიტომ რომ ეს სრულიადაც არ არის მარჯვენა და ნათელი მხარე. და ესე გეოპოლიტიკურ ინტერესებს გამოიცხავთ მაინც? კი არ გამოვრიცხავ. გეოპოლიტიკური ინტერესი არის ის, რითიც ამერიკული სახელმწიფო და სხვა სახელმწიფოები მოქმედებს, ანუ სტრატეგიებში იდება ფული, ყველაფერი ეს. და ისტორიულად ესე მიმდინარეობდა, მაგრამ დღეს იმ ძალებმა, რომლებიც დღეს არიან და მათ უკან დგარმა ძალებმა, ასე ვთქვათ, რომელց ხელშიც არის უზარმაზარი ფული და ძალაუფლება, ესენი აკონტროლებენ დიდწილად გეოპოლიტიკური ინტერესების განხორციელებას. ანუ ისინი ერთგვარად რო შევადაროთ, თქვა გეოპოლიტიკური ზოოპარკია, რომელსაც ეს სახელმწიფოზე მაღლა მდგარი აქტორები, კორპორატოკრატია დაუშვათ დავარქვათ ამას. გლობალური ფინანსური ელიტები, რა ვარქვათ ამას ხომ? ამაზე რო უწერდი 15 წლის წინ რაღაც შეთქმულების თეორიას. ხო, და ახლა გავცელდა ეს იდეების ეს წრე, იმასკნა რა ქვია. უფრო რეალობა. ხო, უფრო გაჯდა საზოგადოებაში, ხო კი ბატონო. ხო და ეს ძალები იყენებენ და აი ახლა ეს არის ნათელი მაგალითი, იმიტომ აბსოლუტურად მოუმზადებელი სამხედრო ოპერაცია დაიწყეს. აი სრულიად მოუმზადებელი და სრულიად დაღდნობილი სასწაული უნდა მოხდეს. ანუ რაღაც წინასწარმეტყველებებს ეყრდნობიან, რაღაც კი წინასწარმეტყველები ბევრი ყავთ. ხო. და ჯამდება ეს, ხო? და წესით პასექამდე უნდა დაემხოს ირანის რეჟიმი. ეს აქვს. აი რო იძახიან 2 კვირა, 3 კვირა დააკვირდით. რო იძახს ჰექსეტიც, ტრამპიც, მთელი ადმინისტრაცია ერთ იგივეს ლაპარაკობს. ნეთანიაჰუც სხვათა შორის, რომ აი 2 კვირაში, 3 კვირაში, 4 კვირაში, ჯერ 4 კვირა თქვეს მან რომ დაემხობა ირანის რეჟიმი და როდის უწევს პასექზე უწევს. ან პურიმი პასეკი ასეთ იმაზე ფიქრობენ და ნუ ახლა იქ არის ის რა ქვია ამოწეული მთელი რიგი ესე იგი წინასწარმეტყველებები და იმის მიხედვით კიდე სხვა ის ნუმეროლოგიის თავისი ესე ვთქვათ მეთოდიკა აქვს და ფიქრობენ რომ აი ახლა ამ ყველაფრის გამო და მიხედვით ესე უნდა მოხდეს. ანუ უნდა დაემხოს ირანი პასექამდე. ახლა რაგერ პასექიც მოვა. და ვნახოთ დაემხობა თუ არა ირანი, მაგრამ ისეთი პირი უჩანს რომ არ ემხობა. ხო და პირი უჩანს სხვაგვარი რო რეალურად რო შევხედოთ ჩვენ სულ სხვა პირი უჩანს ახლა და მოდი ამის მოდელირება შეიძლება. თუმცა მოდელირება ნებისმიერ ჩვენი გონების მიერ ესე მოდელირება ხომ არასდროს არ შეიძლება ჩვენ მივიჩნიოთ აბსოლუტურ ჭეშმარიტებად. ეს გონება მიყვება მიზეზშედეგობრივ კავშირებს, მაგრამ ეს მაინც ფივია და ვერ ითვალისწინებს უამრავ ცვლადებს, რომელიც არსებობს რა. და შესაბამისად კი კარგია ეს დაუშვათ მოდელირება აკეთოთ. დაუშვათ, მაგრამ ნუ უნდა ისიც მიხვდე და მთავარი მანდ არის ეგ არის ასე ვთქვათ, რომ ისიც მიხვდე შენ
შენი აზრი ყოველთვის ნაკლულია, იმდენად რთულია ეს ყველაფერი. რეალობა. იმიტომაც ხედავდნენ, ვინც ხედავდა ყველაფერს სიმბოლოებში. ხომ რო ავიღოთ ახლა წინასწარმეტყველებები, რომელიც არის დანიელის წინასწარმეტყველება, იოანეს გამოცხადება, ეს იოანეს გამოცხადება ძალიან გავს იმ ძველი ბიბლიური იმეების წინასწარმეტყველებების ხატებს, სურათებს, რომელიც აი დანიელის წინასწარმეტყველება რო არის, რომ იხილა ის სხვადასხვა სახელმწიფო ინტერპრეტაციას პრინციპში იქვია, რომ სახელმწიფოების სიმბოლოებია მხეცებ, რო ხედავს როგორც ლეოპარდს, როგორც დაარს და როგორც ბოლოს რომს რო ხედავს, როგორც ასე ვთქვათ, ვერ ადარებს უკვე რომელიღაც ცხოველს, ხომ დაუშვათ. აი ეგეთივე ამბავია რა, სიმბოლოებით იმიტომ ხედავდნენ, რომ გაცილებით რთული მოვლენაა. როგორ უნდა ასახო ახლა დაუშვათ სახელმწიფო. ხომ, აი სახელმწიფო აქტორი, ხო, ის სახელმწიფოებს და იმპერიებს რა ბუნება აქვს, უმუდმივად ომში არიან. რო ვინ არიან ახლა რო შეხედო რატო ადარებს ის ცხოველს, იმიტომ ადარებს რომ ცხოველის ხომ ტერიტორიული ცხოველები ხომ მუდმივად ხო რომ ჭამოს უნდა დაიპყროს, უნდა შეიპყროს, შეჭამოს ესე ვთქვათ, მოკლას და ასე შემდეგ, ხო? და ავერიტანს მეორეს. მეორე ტერიტორია დაიკავოს, მეორესთან სულ ომი აქვს და ეს მსგავსებაა, თუმცა ეს მსგავსება ანალოგია, ხო? არ არის არასდროს აბსოლუტური. ანუ შევადაროთ, მეტაფორა უნდა გამოიყენოს, სხვათა ადამიანი ვერ იგებს ამას და ის უფრო ტევადია. ეპშტეინის ფაილებზე რას ფიქრობთ? შესაძლოა ის მოსაზრებაც ხო არსებობს, არ ვიცი რამდენად ძალიან ბევრი ადამიანის ასე ვთქვათ მოსაზრება იყო მასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა მართლა იყოს ეს ერთ-ერთი მიზეზი იმ მხრივ, რომ იყოს იქ რაღაც ეს დამალული ინფორმაცია. სრულიად კონკრეტული რამ არის ეგა და სრულიად ლოგიკური მოსაზრებაა, იმიტომ რომ ეს კვისლინგი ეგრეთ წოდებული კვისლინგებს ეძახიან, ანუ ამ ადამიანები, ვინც კომპრომატებით არიან ერთმანეთზე გადამულები და ამათი ელიტარულ ადამიანების შეკრება, ასე ვთქვათ და მათი დაკომპრომეტირება და მერე მათი გამოყენება, მერე მათი ამ დაკომპრომეტირებული ადამიანების წინსვლისთვის ხელშეწყობა და მათი გამოყენება მერე გარკვეული მიზნისთვის, ხომ ეს ჩვეულებრივი პრაქტიკა არის და განსაკუთრებით ინტენსიური ხასიათი მიიღო ამ ბოლოს ეპშტეინი ამის გამოსახულებაა და ბევრი გამოხატულებაა და ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს სპეცოპერაცია გაკეთდა და არის სპეცსამსახურის მიერ შესრულებული, ადებენ ხელს ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს და მოსადს მიექვს რუსებსაც ასახელებენ, რუსებს უფრო ასახელებენ, რომ მათ იცოდნენ ეს და თავისთვის უნდათ გამოეყენებინა, ჩვენ წარმოვიდგინოთ ესენი ყოველთვის ესე მუშაობენ რა. ხო, მაგრამ ძირითადად ასახელებენ ან მოსადს, ან უფრო კიდე მოსადზე მაღლა თქომ, ასე ვთქვათ, იერარქიად მიიწევს. მრავალმხრივი აგენტი თუ რაღაცა ქვია იმას, რამდენიმე ქვეყნის. ხო, რამდენიმე ხო, ორმაგი, სამაგი, ხუთმაგი. ასახელებენ ფინანსურ ელიტებს. კერძოდ ბევრი ასახელებს როჩილდის კლანს, ვინც ამას აკეთებდა. თუმცა ეს არავინ არ იცის. არავინ არ იცის რა, იცის ისე სპეცსამსახურება, მაგრამ არსებობს ეს რა ქვია. ანუ ლოგიკას რომ იყოს შესაძლოა. თქმა უნდა 6 მილიონი ფაილი რო იყო ახლა და ეს რო კეთდებოდა და რო ახო არის მიმოწერა, ვისთან ჰქონდა კონტაქტი პატუცემულ ეპშტეინს, ხო? და რას ამბობდა და როგორი ისინია, საშინელი დეტალებია მართლაც და როგორც ამბობენ ჩინელებმა გადმოიწერეს ის ყოველგვარი ბლარების გარეშე. და თვითონ ამათაც უჭირავთ ხელში. გასაგებია რომ იგივე აქვთ რუსებს, იგივე აქვთ უშუალოდ მოსადს, იგივე აქვთ ЦРУ-ს. ანუ რო წარმოვიდგინოთ სიტყვაზე, გარკვეული აი ამ ძალების და მათი ფარველების ხელში არის მთელი პოლიტიკური ელიტი, დიდი ნაწილის ასე ვთქვათ კომპრომატი. თუმცა ამ შემთხვევაში გამოდის რომ მაინც თუ კი ეს კომპრომატების გამო მოხდა ეს ანუ ჩართვა გულისხმობ ამერიკის შეერთებული შტატების ხო მაშინ აი ის მისი მთავარი მიზანი თუნდაც ის ქრისტიანული რასაც ქადაგებენ ეს უბრალოდ
და ქრისტიანული შეფუთვა, ხო? არა, ქრისტიანი გულისხმობ ალბათ ქრისტიან სიონისტებს. ხო, კი. ხო, ეგრეთ წოდებულ ქრისტიან სიონისტებს, ხო. ახლა ის რომ მათ ისინი მოძრაობა მაგას საკმაოდ დიდ ნაწილს შეადგენენ და ამერიკული კონსერვატული 7 მილიონი ადამიანია დაახლოებით ასეთი აქტიური. ეს ფაქტია და მათ დიდი ფინანსური შესაძლებლობებიც აქვთ, ეს ცნობილია. მაგრამ მეორე მხრივ ახლა ამ კომპრომატებით დაუშვათ სტიმულირება ამ ტრამპის გუნდის რომ ხარი დაეჭირათ ის რა ჩაეთრიათ ისრაელი ამ იმაში შეერთებული შტატები ომში ეს ძალიან წონადია. იმიტომ რომ ახლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წინააღმდეგობა ხო არსებობს იქ ახლა დაუშვათ ამერიკა იზოლაციონისტური ქვეყანაა. ამერიკაში ახლა არც ერთი არავინ არ უჭერს ხარს ამ იმას, ქვია, ამოს. ამერიკელები ხარს უჭერენ იმ შემთხვევაში თუ რაღაც ძალიან განსაკუთრებული მოხდა მათ წინააღმდეგ და დაარწმუნეს ისინი რომ ნამდვილად აუცილებელია ჩართვა. თორე ისე საერთოდ არ აინტერესებთ რა ხდება სხვაგან. ამერიკა არის თვითკმარი უზარმაზარი ქვეყანა და იქ ცხოვრობს ძალიან იზოლაციონისტი ხალხი. ანუ თუ დააკვირდე, საერთოდ გეოგრაფიაც არ იციან, არც აინტერესებს. იმ გონიათ სერიოზულად, რომ ამერიკაში ხდება ყველაფერი და ამერიკაში იწყება ისტორია. თუ განათლებული არ არის ძალიან, ესე ფიქრობენ. ვისაც გონია შეეხება, მიხვდება რასაც ამბობ. ხუმრობებია ხოლმე მაგას. ხო, ყველა ხო, მოდი და ნუ იხუმრებ, ხო და. საკმაოდ ისეთი ხო, მაგფრთხილ. ტკნარი არიან იმისკენ, აბსოლუტურად არ აინტერესებთ. ახლა დაჭირდა ამერიკის ჩართვას პირველ მსოფლიო ომში მთელი ღონისძიებები და ბოლოს ჩაერთვნენ ისინი. მერე მეორე მსოფლიო ომში პერლ-ჰარბორის და იმის ისტორია იყო და გერმანელებმა წყალქვეშა დაარწმუნეს ამერიკელები რომ არიქა და ასე შემდეგ. ჩაერთვნენ და სულ ნაღებს ხსნიდნენ. ვიეტნამშიც ეს პროვოკაცია იყო. ისიც დადგმული იყო სხვათა შორის. მუდმივად ისინი ეს false flag operations აკეთებდნენ, ანუ ყალბი დროშით ოპერაციას აკეთებდნენ საზოგადოებრივი აზრის ზემოქმედების მიზნით და ბოლო იყო აგერ 11 სექტემბერი მაგალითად. 11 სექტემბერი, რომელზეც უამრავი მასალებია და უამრავი კინოებია და ფილმებია გადაღებული, რა ვიცი, როგორ მოხდა ეს საერთოდ, ხო და ამან გამოიწვია აზრის მობილიზაცია, საზოგადოებრივი აზრის იმისთვის რომ დაუშვათ დაეწყოთ ეს ინვაზია მთელ ამ რეგიონში, ხო? და იქ რა ხდებოდა კიდე რატო გააკეთეს, ეგ ცალკე საკითხია. ახლაც მსგავსი რაღაცა ჭირდებოდათ, მაგრამ მსგავსი რაღაცა არ მოხდარა. ანუ მსგავსი რაღაცა ვერ გააკეთეს, რომ დაუშვათ საზოგადოებრივი აზრი მობილიზებული ყოფილიყო და ფაქტიურად პირდაპირ დააწებინეს. თან ტრამპი ხო რა ვიცი პირველი დღიდან გამოდიოდა ესეთი პაციფისტური რიტორიკის და პირიქით მასრულებ ომებს და იქით ნობელის პრემიაზე იყო ამის ეს. ხო, ნობელის პრემიის ლაურეატი უნდა გამختارიყო ტრამპი. აი ხო და ეს რა მოხდა ესეთი ცნურება. ეგ მოხდა რასაც. ანუ ის აიძულეს. და ეს პრეცედენტები არსებობს, პოლკოვნიკი ვილკერსონი იგონებს მაგალითად ის იყო ამერიკის სახელმწიფო მდივნის ადმინისტრაციის უფროსი, იგონებს რამსელდის სიტყვებს, რომ როდესაც ნიუ-იორკში იყო ეს ტერაქტი. ანუ ეს ტვინსები რო ჩამოიქცა, ხო? რამსველდი გამოვარდაო იმიდან, რა ქვია. დონალდ რამსველდი იყო, ზომიერი და გონიერი კაცი იყო რა, ახალგაზრდა ქორებთან შედარებით. გამოვარდა დააგდო ეს ახალდეო და თქვა რომ მე არაფერს არ ვაკეთებ, პენტაგონის შეფი იყო. კი, მახსოვს. მე არავინ არაფერს არ მეკითხება და გამიკვირდა, აბა ვინ ეკითხებაო და ვინ ეკითხება რამეს, ვინ და მოსადიო, ანუ ეს სტრატეგია და ისრაელის გარშემო გაენადგურებინათ ის ქვეყნები, რომლებმაც შესაძლო საფრთხე შეიძლება ვისაც შეიძლება დაეფინანსებინათ ტერორიზმი, ჯერ კიდე მაშინ იყო. თუ ნეთანიახუ მაშინვე იმაშვებოდა ამას. ამ პოლიტიკას აწარმოებდა და ნეთანიახუ ზოგიერთ საერთოდ არის ხაბადის წევრი. არსებობს ვიდეო ეგერ გავრცელებული რაბი შნეერსონთან ლუბავიჩის ხაბადის საკულტო ფიგურასთან შნეერსონი.
მენდელშნერსონი, რომელიც ეუბნება რომ ეს ხაბადი იუდაიზმის რაიმე განშტოება. ეს ხაბადი არის წარმოიშვა ბელარუსიაში 19 საუკუნეში და არის იუდაიზმის, რა თქმა უნდა, იუდაიზმის განშტოება, თუმცა არა მეინსტრიმული და ძირითადად ესე იგი იუდეველები, ანუ მას მიიჩნევენ რომ ეს ექსტრემისტული ნაწილია, მაგრამ არის პროზელიტიზმი ახასიათებთ და ძალიან ძლიერები არიან როგორც რუსეთში, ისე უკრაინაში, აგერ ახლა რაც ხდება ბატონო, ისრაელში, თვითონ ნეთანიაჰუა მისი წევრი და ამერიკაში. ყოფილი საბჭოთა კავშირის და ეგერ კუშნერი ხაბადის წევრია, ტრამპის სიძე, უიტკოფი ხაბადის წევრია, დიმიტროვი ხაბადის წევრია რუსეთში, ბენ ლაზარია. და რა არის მათი მთავარი ასე ვთქვათ განმასხვავებელი, მაგალითად მოთხოვნა? ნუ ესენი აი ზუსტად ეგ მაგას მიიჩნევენ ახლა რაც ხდება ზუსტად რომ ეს უნდა დავაჩქაროთ და ის ეუბნება შნეერსონი პირდაპირ დამლოცეო ეს ეუბნება მომეც კურთხებაო და კიო გაკურთხებო პირდაპირ ეს შეგიძლია დაურთოთ ეს ვიდეო და იქ ეუბნება რომ არ ჩანსო მესიაო და უნდა გააკეთო ყველაფერი რომ დროზე მოვიდეს და კიო ყველაფერს გავაკეთებ ეს ეუბნება ყველაფერს აკეთებს ახალგაზრდა იმედის მომცემი პოლიტიკოსი პატუცემული ბიბი ნეთანიაჰუ ყველაფერს აკეთებს რაც ითქვა ყველაფერი გაკეთდა ბოლო არის აგერ ირანი ანუ იმ ქვეყნებიდან რომელიც უნდა დანგრეულიყო და დაინგრა სომალი, სუდანი, ლიბანი, სირია, ერაყი ხედავთ რაც ხდება ხო და აგერ არის ისიც რა ქვია აგერ ყავს ირანი, თუმცა ის გამოვიდა, ქვია, წინა პრემიერ-მინისტრი და თქვა, რომ თურქეთი გახდება, თურქეთი დღეს გახდა მეორე ირანიო. ანუ თურქეთი. ხო და შესაბამისად ახლა ეს პროცესი მიმდინარე. თურქეთი რა გახდა მეორე ირანიო? თურქეთი საფრთხის თვალსაზრისით. ასე. ანუ გაგვემუქრებაო, ანუ ყველა მათ ემუქრება. თვითონ კი არ ემუქრებიან, მაგრამ მათ ემუქრება ახლა, ხო, შეერთებულ შტატებსაც და მათაც სულ მაგათ ემუქრებიან, კი ბატონო. ხო, პალესტინა კიდე, ყაზაში რაც ხდება. ეს უბედურებაა თვითონ ებრაელი ხალხისთვის, რა თქმა უნდა, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ მე პირადად. და ეს სიონიზმი ზოგადად არის, ნუ კატასტროფაა. და დღეს მივიღეთ სხვა ვითარება, როდესაც მთელი მსოფლიოში ძალიან მძიმე განწყობაა სიონისტების მიმართ. და ეს გადადის სამწუხაროდ ებრაელებზე, რომლებიც მათი პირველი მსხვერპლი არიან სხვათა შორის. პირველი მათი მსხვერპლებენ ეგენი რა, ესე და ძალიან ცუდია ეს. ესე იგი არ ვიცით რეალურად როგორ დასრულდება, იმიტომ რომ არ ჩანს ხო? ახლა ეს რომ ვიცოდე მე ახლა ხო არ ვიქნებოდი ის ქვია ამ სტატუსით, სხვა სტატუსით ვიქნებოდი რა ხო. ხო და შესაბამი. ხო, მithumedes როგორც თქვენ აღნიშნეთ, ძალიან რთული ისეთი რეალობის წინაშე ვდგავართ, რომ ამ შემთხვევაში მართლა ძალიან რთულია რაღაც პროგნოზი გააკეთო, ხო? აი, წარმოდგენა მე რა თქმა უნდა ამის შესახებ მაქვს და ყველა ადამიანს ალბათ წარმოდგენა აქვს, შეიძლება ეს წარმოდგენა ახლოს იყოს რეალობასთან. იმიტომ რომ გასაგებია რომ ლოგიკა გვესმის, ხომ, ვინ რას მოქმედებს. ლოგიკა ხო გვესმის. და ეს ლოგიკა განზრახვები, ანუ ოცნება მიზნები, ასე ვთქვათ, ხომ, ასახულია. სტრატეგიებშია ასახული, წიგნებშია ასახული, და ბიბი ნეთანიაჰუს ეს წიგნი და იმის მიხედვით შეგვიძლია დავინახოთ რა ხდება, ხო? მაგრამ ახლა ის რომ დავუშვათ იმ დიდ იმაში ზუსტად რა მოხდება, ამაზე ლაპარაკია. კონფლიქტის დასასრულს ალბათ. დასასრულში რამდენიმე სცენარია და ეს სცენარები შეგვიძლია დავუშვათ იმ შემთხვევაში თუ ვერ დაამხეს ირანი გახდება უძლიერეს სახელმწიფო დაამყარებს კავშირს, დაამყარებს იმას კონტროლს ორმუზის სრუტეზე და აიძულებს იქ მყოფ ქვეყნებს, რომ კომპენსაცია გადაუხადონ მათ მიერ გაყიდული ნავთობიდან. იმიტომ რომ ასევე ბაბელმანდების სრუტეზე მისი მოკავშირე, ისინიც ჰუსიტებს იგივეს იზამენ სხვათა შორის. ანუ მსოფლიო დაიჭერენ ხელში, ფაქტობრივად ისინი გახდებიან როგორ თქვა, ხელში გასაღები ეჭირებათ მსოფლიო ვაჭრობის უდიდესი ნაწილის, დიდი ნაწილის. ის მარტო ის კი არ არის ენერგომატარებლები, იქ მაგალითად ძალიან ბევრი სხვა რამეც არის, სხვა ინდუსტრიებიც არის, მაგალითად იგივე სასუქების ინდუსტრია, რომლებიც დაუშვათ რუსეთი და ეგენი არიან თავარი ისინი, რა ქვია,
წარმოებლები ამის. ნუ ბელარუსიაში არის კალიუმის დიდი უზარმაზარი წარმოება. თუ ასე არ მოხდა ამ თუ დაუშვათ ირანი ვერ დაემხო არის ატომური ესკალაციის დიდი საფრთხე. ატომურ ესკალაციას თავის მხრივ აქვს ძალიან ბევრი ისეთი განვითარება. არასასურველი ჩვენთვის სამწუხარო და არა მარტო ჩვენთვის, მთელი კაცობრიობისთვის, იმიტომ შეიძლება ატომური ესკალაციის შემთხვევაში სხვა აქტორები შეიძლება კი არა აუცილებლად ჩაერთვებიან და ამას მოყვება კატასტროფული სიტუაცია და კაცობრიობის არსებობა დადგება ყოველ შემთხვევაში მისი ძალიან დიდი ნაწილი საფრთხის ქვეშ, მათ შორის ჩვენც არა ვართ შორს, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ძალიან ყურადღებით ვადევნოთ თვალყური და არ უნდა დავაყენებინოთ ჩვენი თავი არჩევანის წინაშე, რომ დაუშვათ რომელიმე მხარე დავიკავოთ. იმიტომ რომ ჩვენთან ახლა დაუშვათ როგორ უნდა დავიკავოთ ამ შემთხვევაში რუსეთი, ჩრდილოეთი და ბაზები აქვს ჩვენთან და ნებისმიერ დაუშვათ ჩვენ თუ რაღაც გადავწყვიტავთ საქართველოს ხელისუფლება თუ გადაწყვიტავს რომ რაღაც ბაზები თუ დაუყენებენ რომ ახლა იცი რა აგეთ თქვენი ეს მოგვეცით ინფრასტრუქტურა რაც ნუ არ ამგონია ჯერჯერობით ამერიკელებს დაუშვათ ხო ნუ ეს ვერ მოხდება ეს ერთის მხრივ ნუ ხო არ არის ცუდი იმიტომ რომ დარტყმები რომელიც შეიძლება ჩვენ მოგვაყენონ ჩვენ აეროსაწინააღმდეგო სისტემები არ აქვს და ვისაც აქვს ისინიც არ არიან დაცულები იმდენად განვითარდა სარაკეტო ტექნოლოგიები აქედან გამომდინარე ჩვენ პირდაპირ იმის ქვეშ ვერ დაგვაყენებენ იმიტომაც აცდა ვენსის ვიზიტი დაუშვათ საქართველოს ცნობისთვის ეს ყველაფერი ხომ მზადდებოდა აი ეგ ვითარება გვაქვს თავარია შიგნით შევინარჩუნოთ ჩვენ ესე ვთქვა სტაბილურობა და ხელისუფლებამაც უნდა ხელისუფლება ამაზე პასუხისმგებელიც ხარია და უნდა გადადგას ესეთ ნაბიჯები რომელიც შიგნით გაზრდის დაძაბულობას იმიტომ რომ ახლა არ არის ამის დრო ნამდვილად არ არის უნდა დავაფასოთ ის რაც გვაქვს და ეს გვიჩენს შანსს რომ დაუშვათ საქართველოს გადაიქცეს გარკვეულ ხალბათ ხო გადაიქცა ახლა მაგალითად დაფრინავენ ჩვენ თავზე რიგი არის თვითფრინავებიდან ესე იგი საჰაერო ის სატრანსპორტო ხაბიც ხო ვართ ანუ ამისთვის უნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურაც მოეწყოს კიდე ხო კარგად ეგეც არის და ფინანსური ხაბით შეიძლება და სტაბილური თუ გავხდებით ჩვენ შეიძლება ახალი გარშემო მივიღეთ დუბაიდან მთელი ეს სივრცე რაც იყო კარგავენ ფუნქციას ეს იყო ტურისტული, ფინანსური, ლოჯისტიკური, საინდუსტრიული ყველანაირი ხაბი. გადაწყობა თუ მოხდა, ჩვენ გვაქვს შანსი, ჩვენი გეოგრაფიული მდებარეობა, ბუნება, რაც დაგვიტოვეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენი ხალხის კვალიფიკაცია და სტუმართმოყვარეობა და ყველაფერი ეს, პორტები, რკინიგზა, გზები, ყველაფერი ეს გვაძლევს საშუალებას, შანსს გვაძლევს, რომ დაუშვათ ძალიან სერიოზული განვითარება, ანუ ისეთი ადგილი გავხდეთ, რომელსაც არ ეხება, ასე ვთქვათ, ეს სოფლიოს აგიჟეთი, აი როგორც ხარბორბალას თვალია. ამისთვის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა მეზობელთან უნდა რაღაცნაირად modus vivendi-ს რასაც ეძახიან, დავამყაროთ. იქნება ეს რუსეთი, იქნება ეს თურქეთი, ირანი, სომხეთი, აზერბაიჯანი თუ სხვა. ახლა კითხვეს ევროპელებმა თქვეს რომ აიო საქართველოში დემოკრატიის უკუსლა კი შეინიშნებაო მაგრამ ნუ ის აუცილებლიაო ჩვენთვისო იმიტომ რომ მომარაგების წყარო აღმოაჩინეს მანამდე ხო იგნორს ვიწევდნენ რომ ვითომ ახლა საქართველოს გარეშე ალიევმა როგორც ვთქვა კი მაგრამ თუ ტრანზიტზე ლაპარაკი საქართველოს გარეშე როგორ გინდა ტრანზიტიო ხო ახლა დაიწყეს უკუსლა დემოკრატიის და ანუ ამით რა უნდათ მათ რომ შენ არ იყო შენი გეოგრაფიული მდებარეობის ბენეფიციარი პრეტენზიები არ გქონდეს ხო ბატონ პატრონ პრეტენზიები არ გქონდეს მოგებაზე ამაზე ჩვენ შეგვიძლია მათ უპასუხოთ რომ არ გამოვა ეგრე თქვენი დამოკიდებულება კეთილი ინებეთ და წესიერად მოიქეცით მაგრამ მაგათ არ შეუძლიათ წესიერადსა ქცევა ატრუებულები არიან, რასაც ქვია და უსურვებ მე ევროპელ ხალხებს, რომ დროზე მოიცილონ ეს ურსულა ფონ დერ ლაიენი და კაია კალასი და სხვა კატასტროფები, რომ ევროპა არ მოხდეს კატასტროფაში მართლაც, რომელშიც იმას მიაქანებენ ეს აბსოლუტურად
შეშლილი ელიტები, რომელიც თავზე დაასვეს თავის დროზე იმ ძალებმა, რომელსაც ევროპის განადგურება უნდათ, მათი იდენტობის მოშლა. ჩვენ უნდა ვუსურვოთ ევროპელ ხალხს განთავისუფლება. დიახ. და ჩვენ უნდა ვიყოთ, ასე ვთქვათ, ჩვენ დიახ. ეხლა რომ ვასვართ მაგალითი. ხო და რა შეიძლება, აი, მართლა ეხლა რასაც უყურებთ, ალბათ ყველაზე პრაგმატულ პოლიტიკას ატარებს ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება ამ სიტუაციაში, ხო, რაც არის შესაძლებელი, ალბათ, ხო, თუ რა შეიძლება გაკეთდეს, აი, პრაგმატულს ატარებს. და რასაკურველია მშვიდობის შენარჩუნება ალბათ ერთ-ერთი ყველაზე კი ბატონო. მაგრამ აი საფრთხე რეალური რა შეიძლება იყოს, თუნდაც ის რომ შეიძლება რომ აი ეხლა ამ როდესაც ასეთი სიტუაცია და იქ ევრობიუროკრატია აი ესეთ რაღაც ნაბიჯებს გამს მაინც და იცნის ასე თქო ჩვენ ქვეყნისთვის რომ აი რაცა ზეწოლა განახორციელოს მაინც სხვადასხვა ბერკეტით ხო აი ამ შემთხვევაში აი რა შეიძლება რომ გაკეთოს საქართველოს გვაქვს ამის რესურსი ასე თქვათ რომ დავდგეთ მყარად ფეხზე ბოლომდე და როგორ არა გვაქვს ეს ხალხზე დამოკიდებული ანუ თუ შენ შეინარჩუნებ აქ სტაბილურობას და დაუშვოთ სახელმწიფო იმოქმედებს ადეკვატურად რომ ხალხი დაუშვოთ მეტნაკლებად იყოს ანუ შვიდად ამას მთელი რიგი ღონისძიებების გატარება ჭირდება ხო ეს ანუ უნდა იყოს სოციალური პრობლემატიკა იმგვარი რომ ხალხს კონდეს мотиваცია თუ ახლა გიჟები ბევრი არიან და დაუშვოთ მათ ვერასდროს ვერ დააკმაყოფილებ მაგრამ გარკვეული ის უნდა კონდეს და ეს მეტნაკლებად კეთდება მაგრამ მეტი ის უნდა სახელმწიფოებრივი მშენებლობა უნდა იყოს ძალიან ესა ინტენსიურად და ჩართული უნდა იყოს ბევრი ადამიანი, სოციალური ლიფტები უნდა გაკეთდეს კვლავ შეძლების ფარგლებში. ინფორმაციული და ესეთი ადამიანები ინფორმირებული უნდა იყვნენ და რაც თავარია ჭურში არ უნდა იჯდნენ ზოგიერთებივით როგონიათ რომ ახლა ჩვენთან არის მარტო პრობლემები და დაუშვოთ სხვაგან არ არის. აი ესეთი ხო არის ესეთი აქ ქვეყანა იძახიან და აქ ქვეყანაა და თითქოს სხვა ქვეყანაში შესწავლილი ქონდათ იკაური ისე რა ქვია სოციალ-ეკონომიკური მდგომარეობა და ისტორია დაუშვოთ ხო? ანუ ეს კიდე ბევრი ნიუანსებია რომელიც ასე ხალხს უნდა დაანახო რისკენ მივდივართ რა პერსპექტივა გვაქვს და რა არის ხო ეს სულ მიმდინარეობთ უნდა მიმდინარეობდეს ამის გარდა და ეს ამავე დროს ჩვენ მოგცემს იმის საშუალებას თუ ესე იქნება რომ პოზიციონირება გქონდეს როცა გააქვს შენ რაღაც ეფექტური კონტროლის ტერიტორიაზე შენ კანგარის გასაწევი ხარ იმიტომ რომ მიუხედავად იმისა რომ საერთაშორისო სამართალი არ არსებობს აღარ არსებობს ხომ გარკვეული ხო შენ როცა მსხვერპლის პოზიციაში გამოდიხარ და დახმარებას ითხოვ და უშუალოდ შენ როცა დაჭრილი ხარ დაჭრილი ქვია როცა შეგნით დესტაბილიზაცია დარბოდნენ ეს ცეცხლებს ისროდნენ მსგავსი რაღაცა რო გაქვს შენ მუდმივად ხარ მსხვერპლის ამ ჯუნგლებში რასაც ქვია გეოპოლიტიკურ ჯუნგლებში მუდმივად მსხვერპლის ვიბრაციას ასხივებ აქედან გამომდინარე ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა აპროვოცირო აქედან უნდა ცეცხლი არ უნდა გამოიძახო შენ თავზე და ვინც ამას აკეთებს იმათ მიმართ საზოგადოებრივი აზრი უნდა იყოს შეურიგებელი შენ რო კი ბატონო აკრიტიკებ შენ პოლიტიკური ის გააკეთე ყველაფერი მაგრამ როდესაც შენ სხვები მოყავს რა ქვია დიდი ბიჭები აქ საქმის გასარჩევად, რომელსაც თავის ინტერესი აქვს, ხო? შენ ქვეყანას საფრთხე ტერი ხარ, ჩვეულებრივი ისა ხარ რა, კონსტანტინე მირზა ხარ. და ეს კოლექტიური კონსტანტინე მირზების მიუღებლები უნდა იყვნენ საზოგადოებაში. და ვინც აქამდე იმირზა და კონსტანტინე იმირზა, ასე ვთქვათ, ხო? მათ უნდა შეწყვიტონ, წინააღმდება უნდა მიეცეთ, რომ აი ეს არის ღალატი. ეს არის ღალატი და დასჯადია. ჯერ ღალატია, იცოდეთ რომ ღალატი უნდა გააფრთხილო და გააჩერო. ეს ისინი რეციდივისტი მოღალატეები რა, ეგა გიგაური და ნომჯარიას თამადობით, კიდე უამრავი სხვა იმის ის რო არის კიდე ის რა ვარია ის. კაბუკის თეატრის საფრთხეებს რო გავს ის უჩა ის ნანუაშვილი. ხო, ეგენია რომ იქ დასმენები და არიქა და ესკენით და ისკენით თითქოს იქ დიდი ისინი სამართლიანობის და ზნეობის კამერტონები მყვანდნენ იქ იმაში რა ქვია, სადაც ეს ენჩივიან, ხო? ეს სხვადასხვა ადამიანები იკვებენ გასაგებია ქვეყნის საზიანო მოქმედებების სანაცვლოდ, მაგრამ ახლა შეწყვიტონ ბაგური კვება შეწყვიტონ, აგენტურული ბაგური და გადავიდნენ სხვა საქმიანობაზე. თუ არ გადავლენ, ერთის მხრივ საზოგადოებამ და მეორეს მხრივ სახელმწიფომ უნდა იზრუნოს, იმიტომ ახლა ცერემონიების დრო არ არის, რა დროს ცერემონიებია, ხედავთ აგერ რა ხდება, ხო? დაბომბვები ხდება, თელი ის რა ქვია, ბოლი აზდის რეგიონს.
კვამლი, შავი კვამლი ასდის რეგიონს და ამ დროს ესენი კიდე რაღაც დეკლარაციებს იგზავნიან. რაღაც ნაწილისთვის ცოტა გაუგებარია შესაძლოა, იმიტომ რომ ინფორმაციას ახლა ეს არადევნებენ თვალყურს როგორც საჭიროა, ან კიდე აწლეულების განმავლობაში პროპაგანდის სპორტნი არიან, რასაკვირველია, მაგრამ აი რეალურად ის რომ რეალური საფრთხის წინაშე დგას ქვეყანა და ეს არის პრიორიტეტი, ხო, უსაფრთხოება არის პრიორიტეტი ამ შემთხვევაში და არა რაღაცა სხვა, რაც რეალურად შეიძლება არც იყოს ის რაღაც რასაც გვირდებიან ის სიკეთეები და რა ვიცი, ამდენი ამ აწლეულების განმავლობაში წესით უნდა გაგვეგო ბევრი რაღაცა და გაგვანალიზებინა, ხო? მაგრამ მაინც არის ხო ეს რაოდენობა ხალხის, თუნდაც აი ხედავდით ახლა რამდენი არიან, რა თქმა უნდა. ხო და აი ეს ახლა ამ ეტაპზე თითქოს ცოტა უფრო შენელებულია ალბათ, მაგრამ მაინც მუდმივად არის რაღაც ეს ეწოლის მექანიზმები, თუნდაც სანქციები, ტელევიზიებზე სანქციებიც ახლა ერთ-ერთი ხო ეს იყო. ნუ ახლა აბსოლუტურად ამაზე. ეს იქნება ალბათ სულ იქნება რა თქმა უნდა. ეს ჩვენი ქვეყანაც ხელისუფლებაც ნუ ესე ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ესე გაცხადებულად ამბობს რომ ევროკავშირისკენ მიუტვით, ოღონდ ისე რომ ევროკავშირი ასე ვთქვათ გამოსწორდეს და იმ სახით არ იყოს ხო, რა თქმა უნდა, ევროკავშირისკენ მივიდით, მაგრამ ევროკავშირი ასეთი არ უნდა იყოს, კი ბატონო, ასეთი არ უნდა იყოს ევროკავშირი და ასეთი ვარ მე და ჩვენ მოვიდით, თქვენსკენ კი არ მოვიდით, ნამდვილი ევროპისკენ მოვიდით და არის ესეთი, იმიტომ რომ მათ ფული აქვს დახარჯული უამრავი რა თავისი აგენტებზე ყავთ დახარჯული 5 მილიარდი ხო გვითხრეს 5 მილიარდი დავხარჯეთ თითქოს დიდი ის იყო საკლეს 5-6 მილიარდი 10 ჯერ მეტი გვაქვს ჩვენ სხვათა შორის რომ ცნობისთვის მათთვის მიცემული რომ ფულში რო გადავიყვანოთ სხვათა შორის ამერიკელებმა რო გვითხრეს გადავიანგარიშოთ ერთი რაღი და ის 20 წელი იქ რო ერაყში და იმაში რა ქვია ჩვენ ჯარები გადავიანგარიშოთ რამდენი 37 ხო ვიანგარიშოთ უანგარიშოთ გაცილებით მეტი გამოვა, ხო? და შესაბამისად ახლა ევროპელებს უბრალოდ ეს აქვთ, რომ ახლა ჩვენ რაღაც დაგაფინანსეთ, თქვენ რო შეწყვიტეთ ისა, მაგრამ სასამართლოებში გიჩივლებენ ფინანსური და თვითონ იმას ქნან ესე ვთქვათ. თვითონ გაწყვიტონ ის გასშეგრულებები და არ გვექნება ფინანსური ვალდებულებები და ესეც მისატანია ხალხამდე. ვისთან გვაქვს საქმე, უნდა იცოდნენ. ვისაც ამათთან უნდა ყოფნა დავით ჩუდლაშვილის ისა მიმდევრები არის რომელმაც გმირულად განაცხადა სულ უნდა გავიმეორო ეს რომ იმისთვის თუ ევროპაში ჩვენ შესაძლებლად ევროკავშირში გასაწევრიანებლად საჭირო იქნება რომ გავხდე გეი მე გავხდები გეი ეს ხო თქვა ხო და აი მისი მიმდევრები და მის კომენტარები არ მაქვს არა ხო და ხო არიან კიდე ხელისხმო მოაწერეს იმ გეი მემორანდუმს იქ ჩვენმა სახელოვანმა და გმირმა პარტიებმა. აი ეგ არის, ამიტომ ეს შანსი ჩვენ გვაქვს, რომ დაუშვათ ამ სიტუაციიდან დაუზიანებლად გამოვიდეთ, მაგრამ თუ ამ შანსს არ გამოვიყენებთ საზოგადოება მთლიანად, ხო? ასეთ შემთხვევაში შანსი ნული იქნება. და განმეორდება ის რაცაც უყურებთ. ჩვენზე ნაკლები სახელმწიფოები იყო ეგერ ლიბია ეგერ აყვავებული ქვეყანა რომელსაც ჰქონდა საოცარი პროექტები დღეს გადაქცეულია რაღაც დაცემულ სახელმწიფოდ ხო დაანგრეული განადგურებული ხოცავენ და ჟლეტენ ერთმანეთს არც აშუქებენ სუდანი სომალი ხო ეგერ ღაზას სექტორი ეგერ სირია რას გავს მომნახეთ ირანში რა ხდება აგერ და თელ გარშემო რა ხდებოდა კიდე რა მოხდებოდა. ვისაც ეგ უნდა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გულის ტკივილი გამოხატა 4 ჯერ მიმართა შეერთებულ შტატებსო და არ დაგვიხმარაო 40 სრუტის იმაზეო რა ქვია გასაში ოპერაციაში არ გვიხმარებსო და გამოუაროს იმან და წავიდნენ. გახსნეს 40 სრუტე. აგერ ჩვენთან უფრო ახლოს ავართ. ასეთი შიზოფრენიები რო ჭირთ, ხო? და მე თავის სიგიჟეებს აფქვევენ. შექმნან თავიანთი სიმამაცის შესაბამისი აყოფი. გაიჭრნენ იქით. რატო დგანან აქ? დაეხმარონ იმას. US Navy-ს იქ. რასაც ხედავთ, ჩვენ ქვეყანაში ყოველ შემთხვევაში არის ისეთი ხარება, რომ
ამ ხრივ ცოტა მშვიდად ვართ. კი ბატონო. ხელისუფლებაც არა გონიერნების არ გადადგამს და ზუსტად იმის მიხედვით იმოქმედებს, როგორი საფრთხე. იმედია, რა ვიცი. იმედია ასეა ახლა და ასე რომ ამის იმედს გამოთქვათ, იმიტომ რომ ნამდვილად ესეთ დროს ცხოვრობ და ესეთ გარემოში, ესაც ალბათ კი ბატონო. შეიძლება კი წარმოგვედგინა სადღაც, მაგრამ ხა ძალიან რთული ამ ყველაფრის პროგნოზირება და გაანალიზება. მოკლედ, მშვიდობას გისურვებთ და მთელ საქართველოს პირველ რიგში და ძალიან დიდი მადლობა. დაიხარ. წარმატებები თქვენს მას გადაცემა. იმედი მაქვს, რომ კიდევ იქნები ჩვენი სტუმარი და კიდე განვიხილავთ. კი ბატონო, კი ბატონო. დიდი მადლობა.